მათ ვინც გულდასმით კითხულობს წმინდათა ცხოვრებას იციან თუ რამდენად მიუღწეველია ჩვენთვის იმგვარი მარხვა როგორცაც წმინდა და ღიცნი მამანი და დედანი იცავდნენ ისინი მუდმივად მარხულობდნენ მათთვის არ არსებობდა სახსნილო დღეები მრავალი მათგანი მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა ყოველივე ეს ალბათ სახიფათოდ მოგეჩვენებათ ეს როგორ მარტო პური და წყალი ვიტამინების გარეშე დიდ წმინდანებს არასოდაც სმენიათ ვიტამინების შესახებ და მიუხედავად ამისა ასეთი მკაცრი მარხვის პირობებში 100 წელიწადსა და მეტხანსაც ცოცხლობდნენ რამე თუ ღვთისმადლი გაცილებით უფრო ძლევამოსილს ხდიდა მათ სხეულებს ვიდრე ჩვენი რჩეული საკვები რომლებიც აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას და კუჭნაწლავის დაავადებათა მიზეზი ხდება ხშირად თავის ტკივილსა და პოდოგრას იწვევს ამ სნეულებებს სრულად არ იცნობდნენ წმინდანები რომლებიც მძიმე მარხვის პირობებში ცხოვრობდნენ ამრიგად ნურავინ დაეჭვდება რომ მარხვა უფლის კალთის ქვეშ არათუ გვავნებს არამედ პირიქით სულიერად და ხორციელად განგვამტკიცებს თქვენ არ ძალგით წმინდანებივით იმარხულოთ მაგრამ შეეცადეთ რომ ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვები დაიცვათ ამას თქვენ შეძლებთ ვალდებულნი ხართ რომ შეძლოთ ამ ვალდებულებას თუ ამ ვალდებულებას უარყოფთ ვაი თქვენ ნახეთ როგორ საოცარ ამბავს ხვდება თვითონ ეს კაცი ექიმი იყო ძალიან სახელგანთქმული ექიმი იყო ისეთ რამეებს კურნავდა რომ რა ვიცი აი რო იტყოდნენ რომ კაცი ვერ მოარჩენსო წმინდა ლუკა კურნავდა ნახეთ რას ამბობს წმინდანები ზოგი მარხულობდა ყოველ დღე ჩვენ ხო ეკლესიის დადგენილ დღეებში მარხულობთ ისინი სულ მარხულობდნენ 100 წელზე მეტი ხანი ცოცხლობდნენ პური და წყალი ერთი ჭამდა დამბალ ქერს ერთი ქატოს შიომღვიმელის ხოვრებაში წერია რომ შიომღვიმელთან რომ გელი იყო 3 წელი რომ გელი ვირების წყემსად რომ დაადგინა ის გელი ჭამდა ქატოს გელი ჭამდა ქატოს და კაცი როგორ და მიხდეს რომ იმახულოს